ფერს გონია რომ ამერიკის აუქციონიდან ავტომობილის ჩამოყვანა მარტივია. საქართველოში მანქანები ძირითადად ორი გზით მოდის. აუქციონის მოგების მერე ავტომობილი გადადის გადამზიდის საწყობში, რომელიც ძირითადად პორტთან ძალიან ახლოს არის და ხდება მისი დასურათება და კონტეინერში ჩატვირთვა. ეს ძალიან უსაფრთხო და დაცული ვარიანტია. 40 ფუტიან კონტეინერში ეტავა მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მსუბუქი ავტომობილი. ატლანტის ოკეანის გამოლას კი საშუალოდ 2-დან 3 თვემდე სჭირდება და მეორე საჰაერო ტრანსპორტირება, რომელიც ყველაზე სწრაფია. 1-2 დღე და მანქანა უკვე აქ არის. ფასი 15-დან 20,000 დოლარამდე. ეს მხოლოდ იშვიათი ეგზოტიკური ავტომობილებისთვისაა და კოლექციონერებისთვის. ვისთვისაც დრო ფულზე მნიშვნელოვანია. ჩამოსვლისთანავე ფოთის ან ბათუმის პორტში კონტეინერი იხსნება და ხდება შიდა გადაზიდვა. ასარჩევად ევაკუატორით ან თავად თუ ჩახვალთ და თქვენით წამოიყვანთ. თუ რა თქმა უნდა მანქანა run-and drive-ია. ამის შემდეგ გაქვს 60 დღემდე ვადა, რომ მანქანა განაბაჟო, მაგრამ ფრთხილად. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის გამბაჟების ფასი იზრდება და ერთ კუბზე 4 და 50-ით განისაზღვრება. ასევე კლასიკური ავტომობილების ასაკიც შემცირდა და გახდა 30 წელი. ასე რომ სანამ ბიც გააკეთებ, კალენდარს და გამოშვების წელს კარგად დააკვირდი.